მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო და რადიო მსმენელებო, ვესალმები იმ ხალხს, ვინც ეხლა შემოგვიერთდა, ვინც კი გვიყურებდა წინა ნაწილში, მათთან ბუნებრივია ჩვენ ისევ ვაგრძელებთ ჩვენს გადაცემას. და ხაზზე უნდა ვყავდეს ჩვენი მეგობარი, ჟურნალისტი, ანალიტიკოსი გიორგი ფოფხაძე. გიორგი ხარ ხაზზე? კი, ახალ მოგესალმებით. გესმის ჩვენი ხმა, როგორ ახარ მოგესალმები? კარგად, მოგესალმები გოჩა, მოგესალმები. გაიხარე, მოგესალმები. გიორგი, პირდაპირ გადავიდეთ ჩვენთვის აქტუალურ თემაზე, ეს არის ვიზა ლიბერალიზაციის საკითხი, რომელიც უნდა განიხილონ, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია 31 აგვისტოს. აი ერთი-ორი სიტყვით რო შევეხოთ ამ საკითხს. კი ბატონო, ვიზა ლიბერალიზაციის თემა ესე ვთქვათ, ჩვენთვის მოცემული დრო 31-ში იწურება, თუმცა რაღაც ვერ ვნახე რაღაცა ესეთი აქტიური ან განცხადებები ან ქმედებები საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, რომ ამ ყველაფრისთვის ან მზაობა გამოეთქვათ, ან ეპასუხათ ან რაღაცა გაეკეთებინათ, უბრალოდ დღეს კალაძემ გააკეთა ძალიან პატარა განცხადება იმის შესახებ, რომ ეს სახელმწიფოს ინტერესებს ანუ ვიზა ლიბერალიზაციაში არ გავცვლიო. ნახოთ რა იქნება, იმიტომ რომ პირველში და ორში, ნუ ახლა ეს ძირითადად საგარეო საქმეთა მინისტრების პრეროგატივაა ესეთი რამის გადაწყვეტა. თუმცა პირველში და ორში აი ზუსტად 1 საათის წინ დაიდო ევროკავშირის საბჭოს ვებგვერდზე, რომ კოპენჰაგენში, ანუ დანია არის ახლა 6 თვის განმავლობაში ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა, კოპენჰაგენში გაიმართება ევროკავშირის ქვეყნების ევროპულ საქმეთა მინისტრების მინისტერიალი კი, სადაც მიწვეული არის უკრაინა, მოლდოვა, ბალკანეთის ქვეყნები და თურქეთი და განიხილება თურქეთის, ესე ვთქვათ, თურქეთმა თვითონ 2007 წელს შეუჩერეს, ესე ვთქვათ, გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები და ყოველ 5 წელიწადში მე მგონი ის განახლებას საჭიროებს, ან უნდა შეუჩერონ, ან უნდა ხელახლა დაიწყოს ეს ყველაფერი და მოკლედ ამ საკითხებს განიხილავენ და ნახე მე, ესე ვთქვათ, განსახილველი თემები და აქ არც პირველში და არც ორში აგერ არის ზუსტად მოცემული, არ არის საქართველოს საკითხი არ დგას. თუმცა შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ყოველ შემთხვევაში განიხილონ, მაგრამ მე როგორც ვიცი და ესეთი ისტორიული გამოცდილება ესეთია ამ ყველაფრის, რომ ეს არ არის ევროკავშირის საქმეთა მინისტრების გადასაწყვეტი, ეს მაინც საგარეო საქმეთა მინისტრების პრეროგატივაა. თუმცა შეიძლება საუბარი იყოს, რახან ახლა უკრაინა და მოლდოვა მიიწვიეს, შესაძლებელია, რომ ახლა ვერ ვიმკითხავებთ ჩვენ ამაზე, რა ქვია, ყავის გულზე და წინასწარ ვერაფერს ვერ ვიტყვით, დაველოდოთ, თუმცა თუ ეს საკითხი განიხილება და თქვა ჩვენ გადაწყვეტილება იქნება, რომელიც კიდევ ამბობ, რომ არ ამგონია, რომ ეს მათი პრეროგატივა არ არის და შეიძლება დაშვება გააკეთონ, რა ქვია, ევროკავშირმა, იმიტომ რომ ახლა 31 აგვისტომდე მიწეს საქართველოს ხელისუფლებას ვადა, საკითხი განიხილონ, მაგრამ კიდეც რომ მიიღონ ეს გადაწყვეტილება, ეს არ ნიშნავს, რომ აი ეს, რა ქვია, სასამართლოსავი ჩაქუჩი დაარტყა და ის უნდა აღსრულდეს, ესეთი რამე არ არსებობს. ეს თავისუფლება პროცედურაა, რომელიც შემდგომ განხილვას საჭიროებს. შემდეგი მინისტერიალი ჩვენ გვაქვს ოქტომბრის სამიტის წინ, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ოქტომბერში შეიკრიბებიან ევროსამიტის წინ და იქ ალბათ იქნება განხილვა. თუმცა არც იმ
განხილვაზე არ იქნება, ესე ვთქვათ, ესე მარტივად არ არის, რომ არის მინისტრებმაც განიხილეს და იმ წუთში შევიდა ეს ყველაფერი ძალაში. ჩვენ გვახსოვს დეკემბრის მინისტრების სამიტი, როდესაც დიპლომატიურ პასპორტებზე შემოიტანეს მათ გადაწყვეტილება მიიღეს, ის ძალაში შევიდა სადღაც აპრილის მინისტერიალზე მანამდე ევროკომისიას გადაეცა, ეს უნდა გადაეცეს ევროკომისიას, ევროკომისია უნდა გადასცეს მერე მას რა ქვია წევრ ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროებს, იქ უნდა მოხდეს ეს რა ქვია ამის ბიუროკრატიული აპარატი უნდა გაიაროს, ესე ვთქვათ, ბიუროკრატიული ეტაპები უნდა გაიაროს, რომლის შემდეგაც ეს მოხდება. ნახოთ რა იქნება და როგორ იქნება, კიდევ ერთხელ ვამბობ მე რომ ყავის ჭიქა ეხლა ჩვენ რაც არ უნდა ესა რა ქვია წინასწარი გათვლები გავაკეთოთ რაღაცა ესეთი ყავის ჭიქაში ჩახედვას და მკითხაობას ტაროს კარტის გაშლას დავემსგავსებით და არ გვჩვევია ჩვენ ეს ყველაფერი, ამიტომ დაველოდოთ მოვლენებს. დაველოდოთ მოვლენებს, ზარია ეთერში უპასუხოთ ზარს. ისაუბრეთ, გისმენთ. გესმით ჩემი ხარ? დიახ, გვესმის. არ ვიცი რა თქმა საუბარი ხარ და გაკითხა. იცი რა მინდა გითხრა? ქართული ოცნება ხალხს აზარებს ევროპას და ხმას მომცემ მოვა რუსიდან ყოფავთ. დაბერაცერა მოხდა. და იზოლაცია იყვარჩებს ქვეყანას და კარტოლის ბოლში შევეცდეთ ეს მოსკოვში არის ხა მადლობ მე ვერ გიორგი შენ ხურსასმენებით ისმენ ანუ ანალოგიურად წდებოდა ხო ხმა შენთანაც კი ჩემთანაც წდებოდა ძალიან ცუდად ბომბი გავიგე ქართული ოცნება გავიგე მოსკოვი გავიგე ხო, ანუ ევროპასთან თქვენ კი ლაპარაკობთო, მაგრამ მერეო მოსკოვი დედას გვიტირებსო თუ რაღაც ასეთ კონტექსტში იყო და არა, ეხლა ისო მკითხაობა მიდის ხავის გულზე. ხო, თუ ვიმკითხავებთ და ესა რა ქვია. ჩვენით ნუ ავაწყობთ წინადადებას. ჩვენით ნუ ავაწყობთ. ჩვენით არ ავაწყობთ, თუმცა ერთი რამე შევახსენო ჩვენს მას რა ქვია მაყურებელს მსმენელს მოსკოვი არამც არასოდეს არ ყოფილა ამა თუ იმ ქვეყნის ევროკავშირში გაერთიანების წინააღმდეგი. მოსკოვისთვის ევროკავშირი ეს არის რეგიონალური გაერთიანება, რომელიც ესე ვთქვათ არის კლუბი, რომელიც უმაღლესი ორგანოც ჩვენ გვინდა არ გვინდა არის ევროსაბჭო, ხო? ეს არის აი სტრუქტურულად უფრო მაღლა მდგომი ორგანო ეს არის ესა რა ქვია ევროსაბჭო და მე არის ესა რა ქვია ევროკავშირი წითელი ხაზი არასოდეს არ ევროსაბჭოს წევრები ჩვენ ვართ 99 წლიდან კი ევროსაბჭოს წევრები ჩვენ ვართ 99 წლიდან ასე რომ თვითონ რუსეთიც არის ევროსაბჭოს წევრი ქვეყანა და ის არასოდეს არ ამბობს აგერ მოლდოვა პირდაპირ არის SNG-ს წევრი ქვეყანაც და ის სწრაფვის ესე ვთქვათ ევროკავშირში გაერთიანებაზე. რუსეთისთვის წითელი ხაზი ყოველთვის იყო არის და დარჩება კარგა ხნის განმავლობაში ეს არის ნატოში სამხედრო ბაზები. არა, მარტო ნატო არა, ნებისმიერი უცხო ქვეყნის სამხედრო ბაზის განლაგება საქართველოს ტერიტორიაზე. არა მარტო საქართველოს ტერიტორიაზე, იმ ქვეყნის ტერიტორიებზე, რომლებიც არა, ნუ ჩვენთან ეგ პრობლემა აქვს საქართველოსთან და ახლა აზერბაიჯანს და სასონხეთზე ხო არ ვისაუბრებთ. ზარია ეთერში. კი ბატონო. ზარია. გამარჯობთ. მოგესალმებით. ისე ჩემი აზრით ევროპის დამოუკიდებლობა საქართველოსთან არის უსამართლო. ეს სანქციები თუ გაუქმება რეჟიმის ეს საკმაოდ მოხდეს საზოგადოებასთან. ჩვენ რაც უნდა ვიყოთ ამისთვის. დავაღიაროთ რომ ევროპაში ჩვენ გვერდის მარტო იმის გამო ჩვენ დამოუკიდებლობა პოლიტიკა ვაწარმოებთ. სხვაგვარად და ევროპული ეროვნული ფასეულობები ჩემი აზრით ეს არის თავსმოხვეული უაზრობა. არაფერი ისეთი არ არსებობს, რაც ჩვენ ქართული გადახარ მოგივიდა. ეროვნული ფასეულობები თუ განსხვავებას რას ხედავთ უკაცრავად ევროპულ ფასეულობასა და ქართულ ფასეულობას შორის? მე ძირითადს გულისხმობ, აი რა განსხვავებები გვაქვს? მეთქვით რამაც. კარგად გასვათ 2015 წელს შარლიერდოს ისტორია, ჟურნალი შარლიერდოს ისტორია. გასვათ რუსეთში შეიქმნა დახოცე და მიზეზი იყო რა? მარტივი რამე. რაც ევროპელებისთვის არაერთგვარად უღირსოდა ჩვენთვის ქართველებისთვის
მაღალი ფასეულობით. ხო შეიძლება მენისადმი არ დაეცინათ, არ დაეწერათ, არ დაეხადათ დამცინავი კარიკატურები, ხო? ამ ევროპის ყველ არ არის ღირებული. ხო, მაგრამ თქვენ ერთი ჟურნალის და მით უმეტეს ჩვენ ვიცით ვინ იყვნენ, ხო, მართველები ამ ჟურნალის. მათი უპასუხებ მე შარლი ებდოზეც გიორგი. მუხამადზე გაკეთებულ კარიკატურაზე რეაგირება რომ მოხდა ეს მთელი ევროპა ამას გმობდა. მაგრამ მაგის მე მოყვა დიდი საპროტესტო აქცია. საქართველოს ხელმძღვანელები იყვნენ მასოს კვირიკაშვილი იყო ჩემი პირველი მინისტრი მაშინ. იგი ჩასული იყო საკიდეს ხელი იყო და ყველამ გამოთქვეს პროტესტი ამ ძალადობის წინააღმდეგ. ერთი აზრით არ მოვიდა თუ რატო უნდა დაწერო ადამიანი, რატო უნდა მიეყენოს შეურაცხყოფა, რაც იმისის ყველაფერი შედის არაფერი. როგორ არა ბატონო, მე მახსოვს ადამიანების ინტერვიუები, გამოსვლები, სადაც ისინი ასევე ამბობდნენ, რომ რა თქმა უნდა არ შეიძლებოდა კარიკატურა მუხამადის სურათი. გიორგი, უფრო მეცაც როგორ? მიუღებელია. მე გაიგეთ ამ ჟურნალმა, თუ შეიძლება ჩვეულებრივია ან მანადიატო დაუშვეს. აი მოდით იცი რა ვქნათ, მოდით გიორგის მოუს, გიორგი ფოფხაძეს მოусმინოთ, იმიტომ რომ ის მან ცხოვრობს და მაშინაც უფრო მეტად ჩახედული იყო ამ საკითხში. არა მარტო ჩახედული ვაშუქებს შარლიებს თავიდან ბოლომდე მახსოვს დღიდან კარიკატურის გამოქვეყნებისა, როდესაც სხვადასხვა მეინსტრიმულმა მემარცხენეებმა, რა ქვია, შარლიებს მემარცხენე კომუნისტების სატირული უმორისტული ჟურნალია და მემარცხენე ტელევიზია BFM-მა, რომელიც სოციალისტების ტელევიზია, სოციალისტური იდეოლოგიის ტელევიზია, პირველმა მათ ატეხეს ამაზე სკანდალი და დიდი ამბავი. და თქვენს რომ ეს მე პირველად გავიგე, მაშინ სხვათა შორის არ ვიცოდი გოჩა მაპატიე ხა შენ ისლამურ რელიგიაში უფრო ჩახედული ხარ, მე არა ვარ მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ისლამურ ქვეყანაში ვარ ნამყოფი, თურმე მუსულმანებისათვის რაიმე სახის, ან კარიკატურის თუნდაც ისეც გამოხატვა მუჰამედის პროფეტ მუჰამედის ეს არის აკრძალული და შეურაცხყოფას ნიშნავს. პირველი ამაზე ატეხეს სხვათა შორის მემარცხენე გაზეთებმა და ტელევიზიებმა და შემდეგ აი როდესაც ჩვენ უყურეთ ხოლმე ამას, რა ქვია, ტელეკომპანია ობიექტივს, ჩვენ ძალიან ესე ვთქვათ, სკრუპულოზურად ვაშუქებთ სხვა ტელევიზიებს. აქ იყო ინფორმაციული ნაკლებობა ამის შესახებ, რომ ქართულმა ტელევიზიებმა და ქართულმა მედიამ გააყურიზირეს იმის შესახებ, რომ კათოლიკურმა დიოსეზმა, დიოსეზ ქართულად არის ეპარქია, ხო? კათოლიკურმა საფრანგეთის კათოლიკურმა ეპარქიამ პირველმა შეიტანა საჩივარი შარლი ებდოს წინააღმდეგ რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ. ესე მარტივად არ ყოფილა ეს, ხო? იქ მერე რასაც აპროტესტებდნენ, ადამიანების დახოცვას აპროტესტებდნენ, იმ ჟურნალისტების დახოცვას. შარლი ებდო, je suis Charlie, როცა თქვენს რომ ჩვენ ვართ შარლი, ეს იყო ესე ვთქვათ, იმ ჟურნალისტების დახოცილი ჟურნალისტები სოლიდარობა და არა ვთქვათ შარლი ებდოს სოლიდარობა. შარლი ებდო დახურეს, მას მერე, სასამართლო პროცესი წააგო და შარლი ებდო სხვა დაფუძნებლებს, შემდეგ გადაფუძნდა, სადღაც იანვარში გამოვიდა მერე თებერვალში ერთი ეს რა ქვია ნომერი, მერე ეს რა ქვია სასამართლო მოუწია რომ ეს გაზეთი უნდა დაიხუროს და სულ რაღაც 6 თუ 7 თვეში მერე ხელახლა გადააფუძნეს ეს ისა. აქ ცოტა სხვა რაღაცაზე იყო და ჩვენ ყველანი ვიყავით. მაყურებელსაც მოусმინოთ, მე მგონი მიიღო ხო აი რაღაც გარკვეული ის მიიღო. გავიგე, მაგრამ ვერ გავიგე, იმიტომ რომ მინდა დააპროტესტა ერთია, მაგრამ სახელმწიფო პოლიტიკა და სახელმწიფო ხარდაჭერა რო ქონდა ამ იუნას. ეს არის ფაქტი. აი მოდით ერთი წუთით რა აქაც. თქვენ ფიქრობთ რომ სახელმწიფოს რომ აი ეს ყველაფერი თავისუფლება აქვს, ოღონდ სასამართლოა მთავარი იქ. თქვენი თავისუფლებით შეიძლება მე შეურაცხყოფა მომაყენოთ, მაგრამ მე სასამართლომ გაგცეთ პასუხი. მაგრამ ის რომ თქვენ შეგიძლიათ ამის თქმა. სასამართლო რა შუაშია, როცა მაშინ დიქტატურა უნდა იყოს და ერთი გაზეთი უნდა არსებობდეს. მეორე კვირას მაშინ რატო ვარდებით, კაცო? სიტყვის თავისუფლება და გამოხატვის თავისუფლება თავის ჩარჩებს დაждებოდეს. კი და როცა ვერ ჩაჯდა სასამართლომ, აი ახლა გიორგი ხომ მეგახსნა.
ფასეულობაზე ლაპარაკობდით თქვენ. დემოკრატიული ფასეულობა ქართული ფასეულობაცაა. ჩვენ მუდმივად ამ ფასეულობაზე ვიყავით. ეს არ არის თავსმოხვეული. დასავლეთი კი არ გვახმევს თავს. წმენის შეურაცხყოფას იგულისხმება ესეთი თავისუფლება სიტყვაზე ჩვენთვის მიუღებელია. როდესაც საქართველოში შეურაცხყოფა მიაყენეს და თქვენ თვითონ ნახეთ რომ შეურაცხყოფა მიაყენეს თქვათ ქართულ რელიგიურ იმას რა ქვია გრძნობებს. დავხოცოთ ამიტომ ქართველებმა თუ სასამართლოში რაშუაშია კანონი უნდა იყოს და უნდა დაისაჯოს დახოცვა. ევროკავშირში რატო არ ამას გეკითხებით ზუსტად როგორ ფიქრობთ იმ ადამიანებს რომ არ დაეხოცათ ჟურნალისტები რა მოხდებოდა აი თქვენი აზრით რა მოხდებოდა და აბეს არ მოხდებოდა გაგრძელებოდა ეს გაყრობა გაუბედურება არა ისინი დაისჯებოდნენ ყველა შემთხვევაში ოღონდ მათ არ დახვრიტავდნენ იმის შემდეგ რამდენი მსგავსი გაუკეთებიათ დაახურეს გაზეთი ამ წუთში არ უსმენდი გაზეთი დაიხურა გაზეთი დაიხურა და მოხდა გადაფუძნება იმ გაზეთის ანუ მე რის თქმა მინდა და ჩვენ რის თქმა გვინდა რომ მან რაც მოხდა ანუ საპროტესტო ტალღა რო წამოვიდა არა იმის გამო წამოვიდა რომ კარიკატურა არ შეიძლება თურმე არა ყველა მიცოდა რომ არ შეიძლება და ამას არა პროტესტებდა მაშინ მანამდე არ დაუშვებდნენ და როგორ არ დაუშვებდნენ მანამდე ვინ იცოდა რომ ეს იქნებოდა დანაშაულს რო ჩავდივარ და გამოდიოდა და ფეყდებოდა კარიკატურები გასულ კარგი არა ბატონო კაცო დანაშაულს მე თუ ვაპირებ დანაშაულის ჩადენას თქვენ ხომ არ იცით რომ მე ამას ვაპირებ თქვენ უკვე რეაგირებთ პოსტფაქტუმ მანამდე ხო არ შეგიძლიათ რეაგირება ჩვენ კი არ ვცდილობთ ვინმე დავიცვათ მაგრამ აი აქ მაგალითად საქართველოში ხატი გამოიტანეს ჯერ საღებავი ესროლეს ხატს აგერ სამებაში მოხდა რამე რეაგირება გასვადი უნდა იყოს კაცო კანონი უნდა კანონობდეს ლიბერალური იდეოლოგიისა მე დიდი ხაობას ვერ ახედავ მაგას არა მე სხვა რამეს ვამბობ კანონი უნდა კანონობდეს მაგრამ ის ადამიანი რომ მოეკლა ვინმეს ბუნებრივია გამოვიდოდა ხალხი და გააპროტესტებდა მკვლელობას იმიტომ რომ ხალხი გეტყვის შენ რო შენ თუ ჩავდიხარ დანაშაულს არსებობს სასამართლო და სასამართლო რასაც მოგისჯის შენ ვალდებული ხარ მე მოიხადო მაგრამ ის რომ მე ლინჩის წესით გაგასამართლო აი ზუსტად ეს არ უნდა ხდებოდეს უარესი გააკეთეს საქართველოში პრეზერვატივზე დაახატავდო ჩვენი წმინდანი თამარ ზარდასოს ამბავი კანონი უნდა იყოს იმიტომ ვიძახ აქაც ლიბერალური კანონები რაც მიუღებელია ჩვენთვის. აბა ხო დავხოცავთ არა ჩვენთვისაც მიუღებელია. აი პირდაპირ გეუბნ ჩვენთვის მიუღებელია აბა რა არის კაცო. ანუ ჩვენს ერთნაირად უყურეთ ჩვენ რაზე ვკამათობთ ახლა ეს და ერთმანეთს მივყვეთ რა მე ჩვენ ხო კი ბატონო დაასრულეთ მაშინ ეს სიტყვა აი რა ევროპული ღირებული ფასეულობები ეს სიტყვის თავისუფლება ქცევის თავისუფლება გამოხატავს ქართულ ხასიათში არ ჯდება და მიუღებელია როგორ არ ჯდება რომ დამაგიჟეთ კაცო ქართულ ხასიათში რომ დამასრულებით რაც უფრო ადამიანს მეტი მორალური ზნეობრივი თუნდაც რელიგიური შეზღუდვები აქვს მეტ უფრო მეტი ადამიანია აი ეს ჩვენთვის მიუღებელი ევროპასა და ჩვენ ფასეულობებს შორის თავდავალება მინტოვებლობა შეურაცხყოფა შეიძლება გამოხატოს თავისუფლად სიტყვა რას ნიშნავს ხალხო შეაგინეთ და შეურაცხყოფა ეს ნორმალურია ეგ ევროპაშიც არანორმალურად ითვლება ბატონო ჩემო კაცის გინება ადამიანის სხვა ორგანიზაციებია გაძლიერებული იქ არის უყურეთ რაზეა საუბარი აი მოდით რა მართლა ერთმანეთს გავუგოთ მინდა და რაღაცებზე შეთანხმებამდე მივიდეთ რა თქვენ რასაც ლაპარაკობთ ქართულ ფსიქოლოგიაში ქართულ აზროვნებაში ის რაზეც ჩვენ აღზრდილები ვართ შოთა რუსთაველს როცა წაიკითხავ თავისუფლებაზეა იქ საუბარი აბა რაზეა საუბარი ხო როდესაც ადამიანი თავისუფალი უნდა იყოს კაცო თქვენ წარმოიდგინეთ მეფეს არ ემორჩილება შეყვარებულს ეუბნება რომ პირობა მივეცი მეგობარს სადაც ჩვენ მე გამაგზავნე იმას ავთანდილ შეხედეთ ავთანდილის ანდერძი ნახეთ მეფეს ეურჩება იმიტომ რომ მეფეს არ უნდა მისი გაშვება და ეს მიდის ეს თავისუფლება თუ არ არის აბა დიქტატურულ სახელმწიფოს წარმოგიდგენიათ აზიაში ადამიანი თავისუფალი უნდა იყოს თავის პროფესიის არჩევაში ადამიანმა შეცდომა რომ დაუშვა ღმერთმა გაანადგურა ადამი თუ შეცდომა რომ დაუშვა და შეჭამა ის ناقოფი მას მიცა შანსი გამოსწორების ეს არის თავისუფლება არჩევანის თავისუფლება შეცდომის დაშვების თავისუფლებაცაა მაგაში გეთანხმებით კაცო რასაც ვიძახი მიუღებელია ეს არის დასავლური აზროვნება ქრისტიანული აზროვნებაც ეს არის დასავლური აზროვნება ნიშნავს ქრისტიანული აზროვნება
მე ყოველთვის ვაპელირებ ხოლმე იმაზე რომ ძალიან ეს რა ქვია სხვადასხვა ესეც არ ვიცოდი და გავიგე მე რომ კონსტიტუციური უფლება მაქვს მე ვიყო საფრანგეთში ჰომოფობი კონსტიტუციური უფლება მაქვს რა ხო და სულ მაგაზე ვაპელირებ ხოლმე რომ მე კონსტიტუციით მაქვს უფლება რომ ვიყო ჰომოფობი მაგრამ კონსტიტუციური უფლება გაქვს ოღონდ იყავი შენთვის ეს იმას არ ნიშნავს რომ შენ ეს უნდა აქტიობაში გადაიყვანო კი ისევე როგორც იმემას რა ქვია ჰომოფილს აქვს კონსტიტუციური უფლება იყოს ჰომოფილი მაგრამ ქუჩაში არ უნდა ირბინოს პლაკატებით ისევე როგორც მე არ უნდა ვირბინო ქუჩაში პლაკატებით რა ანუ მსგავსი გვაქვს იცით აი ბატონთან მე მინდა მართლაც აი ნუაკვებით ხოლმე რა რაღაცა აი დასავლეთი გარყვნილია იქ გარყვნილება კი არა მე მახსოვს პირველი შეხებები რომ მქონდა საბჭოთან იმაში ხა ჩემს ცოდვას ვამბობ აი ესე პირდაპირ ამაში აქ ტელევიზორში რა რაღაცა ახალგაზრდა ვიყავით დეპუტატი ვიყავი ახალბიჭ ოჯახი მყავდა მაგრამ რაღაც გარკვეულ ნაწილში ჩავთვალე რომ დამეპატიჟებინა რაღაცა მაშინ რა ქვია ცოტა სუსტი ნებისყოფის ქალებთან და რა მეთქა ცოლი მყავს ომეო მეთქი ცოლი მეც მყავს მეთქი კაც შეურაცხყოფად მივიღე მეთქი ჩემ წელს კი არ ღალატობ ამით მეთქი საბჭოური აზროვნებიდან გამომდინარე მქონდა თქო ეს რომ დიდი ამბავი რა გახსოვთ ქართული მაშინ კაც შეუძლია ხალამ არ უნდა უღალატოს ჯის გადაირია ის კაცი რას ლაპარაკობ ცოლი მყავს სხვა ხალხთან როგორ წავა რომელ გარყვნილებაზე მელაპარაკებით გარყვნილები ჩვენ რო ვიყავით იმ საბჭოურ პერიოდში ეგეთი უნდა გარყვნილება კაცო იცი არის გოჩა არის ბევრი რაღაცა ვეთანხმები ჩვენ იმას რომ ჩვენ რაღაცეები არ უნდა მივიღოთ ევროკავშირიდან და ევროპული იმიტომ რომ ჩვენ სხვა მენტალიტეტი გვაქვს ჩვენ ვართ სამხრეთული მენტალიტეტის ხალხი და ჩრდილოეთის მენტალობა ვთქვათ ახლა რაც ბელგიელისთვის მისაღებია ის არ არის მისაღები ვთქვათ რუმინელისთვის ან იტალიელისთვის ეს თვითონ შიგნი ევროპა იმიტომ ევროკავშირი იმიტომ არის ძალიან კარგი რაღაცა და თა რეგიონალური ორგანიზაცია რომ აი კულტურათა გაცვლა ხდება ამ ყველაფერში რა ამ ემაში რა გიორგი ერთი უკაცრავად გამახსენდა კიდე გახსოვთ ფილმი გადიოდა ხო აი გაიხსენეთ 60-70-იანი წლების ფილმები თუნდაც 70-იანი 80-იანი წლების იქაც თქვა იტალიაში რა იმაში რა ქვია როდესაც ადამიანი ცოლი თქვათ ცოლქმარში დაუშვებდა ღალატს სახში მიდიოდა და მამას ეუნებოდა შენი შვილი შენ დასაჯე შენი შვილი რომელმაც მე ხო არ მოვკლავ კაცო შენ შვილს ხო ანუ ფილმებში არა გაქვთ ნანახი თქვენ რატო ფიქრობთ რომ იქ ყველაფერი ესე იმაში რა ქვია სრული თავისუფლება ყო მაგრამ დანიაში სხვანაირად იყო სრულიად სხვა არის ნორვეგიაში სხვა ურთიერთობა მაგრამ ესპანეთში შვედეთში სხვანაირად ზოგან ერთად ოჯახები მიდიან საბანაოდ მაგალითად ერთად შიშვლები ჯდებიან ძმაკაცები ერთად თავიანთ ცოლებთან არც ერთ აზრად არ მოუვა რომ სხვის ცოლს სხვანაირად შეხედოს ოღონდ ეს ჩვენთვის ეგ ამბავი მოვყევით ქრისტინასთან ჩემ მეუღლესთან ჩემი მეუღლე კი იცით მე და არის უბეჟონაე კატალიჩკა რა ხო და ამისთვის ეს რას ნიშნავდა იცი რომ აი ვერ მივიდა მის გონება აი ხო უყურებ ადამიანს და ხვდები რომ ვერ კითხულობს მისი გონება ამას ეს როგორ შეიძლება რომ იქ წავიდეს და ის იყოს ხო ის შვედებისთვის მათი ცხოვრების წესია და არ არის რაღაცა მისაღები არ არის ხო ამიტომ ჩვენ შევეცადოთ ევროკავშირში რომ შევალ კარგი წამოვიღოთ იქიდან და ჩვენი კარგი მივცეთ რომ სამაგალითო ვიყოთ ჩვენ ევროპელები ჩვენც ბევრი გეთანხმები ჩვენ რამდენი რამის შეტანა შეგვიძლია მაგ რამის შეტანა ესა რა ქვია ელემენტარული რელიგიური ტოლერანტობა შეგვიძლია ჩვენ შევიტანოთ ყველაფერს თავი დავანებოთ ხო რელიგიური ტოლერანტობა ეხა ჩვენ გვაქვს ახლა სულ ლაპარაკია იმაზე თან ბოლო 2-3 თვეა იმაში საფრანგეთში და ბელგიაში ანტისემიტიზმი ჩვენ ზუსტად ეს შეგვიძლია შევიტანოთ და ვასწავლოთ ევროპელებმა ჩვენიდან წამოიღოს მე ზუსტად შარშა მქონდა საუბარი ბელგიის კონსერვატორებთან ხო ეს რა ქვია ქართველი ქართულ ეკლესიაში მოვიდა ეს კაცი ანტვერპენში ძალიან ძლიერი ეს მე კონსერვატორები და ანტვერპენის ქართულ ეკლესიაში მოვიდა და ეხლა მე უთარგმნიდი ვიცნობ მეგობრობ და მოვუთარგმნა ემათქვა რომ ჩვენ ძალიან ბევრი რაღაცა გვაქვს სასწავლით თქვენ მე საქართველოს ისტორია წავიკითხავ გადავხედე და ძალიან ბევრი რაღაცა გვაქვს ჩვენ თქვენიდან სასწავლი თუნდაც აი უცხოელებთან ურთიერთობაზე უცხო რელიგიებთან ამაზე რა ქვია სიმბიოზზე ხო და გვაქვს ეს მისაცემი შეგვიძლია მივჩვენოთ ჩვენ გავამდიდრებთ ჩვენ ისედაც
ჩვენი კულტურით ვამდიდრებთ, ჩვენი რაღაც წესებით ვამდიდრებთ. ხო, იგივე რასაც შენაბო, ურთიერთობების ფორმა შეხედე კაცო, ასეთი ურთიერთობების ფორმა მართლაც გვაქვს რა რაღაცა ისეთი, რითაც ევროპელი აქ რო ჩამოდის, აქ ბედნიერად გძნობს თავს, რომ ასეთი ტიპის ადამიანებს ხვდება. ხო, არა, მოდით ძალიან ასე ვთქვათ, გავამარტივოთ რა ეგ საუბარი. ევროპელი უმრავლესობა ევროპელების ანალოგიურად მსჯელობს და განწყობილია ვთქვათ იმ სიწმინდეებთან დაკავშირებით, რაზეც ვართ ჩვენ და როგორც ვართ ჩვენ განწყობილები, მისთვის ოჯახის სიწმინდე ისეთივე მნიშვნელოვანია როგორც ჩვენთვის, უბრალოდ ის უყურებს სხვანაირად მიდგომას, ანუ თუ სადმე რამე დაირღვა, ის მიდის სასამართლო გზით, ჩვენ შეგვიძლია ცოტა უფრო მეტი აგრესია გამოვიჩინოთ და თქვათ პირადად გაუსწორდეთ, სიტყვაზე ვამბობ, ხო? ანუ საუბარი რაზეა, რომ ჩვენი მენტალობიდან გამომდინარე, ჩვენ ბუნებრივია განსხვავდებით, მაგრამ ეს არ არის ისეთი განსხვავება, როგორიც არის ზოგიერთ აზიური ქვეყნებს და თქვათ საქართველოს თუ შეადაროთ, ხო? ასეთი განსხვავება არ არის. ის რომ ჩვენთვის LGBT პროპაგანდა წარმოუდგენლად დაუშვებელია, ამაზე ჩვენ ყოველთვის საუბრობდით და ვისაუბრებთ. მაგრამ მოდი მე ახლა ძალიან ბევრი მეგობარი მყავს უცხოეთში. ყველას ვისაც ველაპარაკები, მათთვისაც მისაღებია პროპაგანდა. ის ლოიალურად არის დამოკიდებული თვითონ საზოგადოების მიმართ, მაგრამ პროპაგანდა, თავს მოხვეული პროპაგანდა მისთვის მიუღებელია და ამას მე დარწმუნებული უმრავლესობა იტყვის იმაში რა ქვია ევროპაში. აკრძალულია პროპაგანდა კაცო. არა, უმრავლესობა იტყვის იგივეს ევროპაშიც. გარდა იმ ხალხისა, ვინც ბუნებრივია იმ საზოგადოების წევრია, იმიტომ რომ მას უნდა რომ იყოს ეს პროპაგანდა. ანალოგიურად აქაც თუ ჩვენ ვესაუბრებით LGBT საზოგადოების წევრს, ის გეტყვის რომ უნდა იყოს პროპაგანდა, მაგრამ სხვა ადამიანს თუ ვესაუბრებით, გეუბნება რომ იყოს თავისთვის, მაგრამ პროპაგანდა უნდა იყოს აკრძალული. რაშიც ჩვენ ვეთანხმებით. ანუ ეს რას ნიშნავს? კონსტიტუციური უფლება იყო თავისუფალი, ყველას აქვს, ყველას მიუხედავად არც რელიგიური, არც თქვა სექსუალური, არც სხვა პრინციპებიდან გამომდინარე. მაგრამ ის რომ ჩვენ უნდა დავიცვათ რა და რაღაც ჩარჩოებში უნდა ვიჯდეთ, ეს უნდა მივიღოთ როგორც ნორმა, იმიტომ რომ ჩარჩოებიდან თუ გავდივართ, მაშინ ქაოსი იქმნება, მაშინ აღარ არის სახელმწიფო, აღარ არის მართლობა, ანუ ჩვენ ერთმანეთთან ელემენტარულად პატივისცემა, თქვენ რო ამბობთ, რომ აი მაყურებელმა რო თქვა რომ არა იცი რა არის ევროპაში ყველაფერი დაშვებულია და სიტყვის თავისუფლება ეს არა სიტყვის თავისუფლება რა არის მე უნდა მქონდეს უფლება ჩემი აზრი გამოვხატო ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით ოღონდ ის რომ მე ჩემი აზრი უნდა გამოვხატო ისე რომ არავის შეურაცხყოფა არ მივაყენო აი ეგ არის ყველაზე კანონით რეგულირდება კაცო ეს კანონით უნდა რეგულირდებოდეს და ნებისმიერი აქტი ეს იქნება ხაძე საღებავის სროლა თუ სხვა რაღაცა უნდა ისჯებოდეს კანონით როგორც მინიმუმ რაღაც ჯარიმა მაინც უნდა დააკისრო ისეთი რომ მეორედ ადამიანს აზრად არ მოუვიდეს საღებავი ხაც ესროლოს და ჩემი რელიგიური გრძნობა შეურაცხყოს ანუ ამაზე ვსაუბრობ ჩვენ რომ ყველაფერი უნდა რეგულირდებოდეს კანონით თორე თუ ჩვენ ავყევით ჩვენს გრძნობებს ჩვენს ემოციებს და გავიხსენებთ ჩვენს ხასიათს ბუნებრივია ყოველთვის კანონი დაირღვება და ну ჩვენზე იტყვის ხალხი რომ ესენია რა მთიდან ჩამოსულები არიან და ჩვენ ვცდილობთ რომ სახელმწიფო ავაშენოთ და ის რაც მიუღებელი ევროპისგან არ მივიღებთ ამის გარანტიას გაძლევთ რომ ნორმალურ სახელმწიფოში ის რაც მიუღებელია ხალხისთვის არ უნდა მიიღებოდეს ამის უფლება გვაქვს ახლა როდესაც ჩვენ გველაპარაკებიან პროპაგანდისტული ტელევიზიები იმაზე რომ ჩვენ LGBT ქორწინებას გთხოვენო და ისე არ მიგვიღებენ ევროკავშირში ყოველთვის ვეუბნები რუმინეთი არის ბულგარეთი არის უნგრეთი არის ბალტიისპირეთის ქვეყნები არიან პოლონეთი არის ჩეხეთი არის ამ ქვეყნებში აკრძალულია კანონის დონეზეა აკრძალული მე მახსოვს პოლონეთში რომ დააპირეს სხვადასხვა რეგიონებში LGBT პრაიდის გაკეთებას მერები გამოვიდნენ და კათოლიკე ეპისკოპოსები და ისინი გამოვიდნენ და თქვენს რომ გამორიცხულია ჩვენ ქალაქში ამას არ ჩავატარებთ და ასეთი იყო 78 ქალაქი
არდა წარმოიდგინე რომ ევროპელები არიან, თავისუფლები არიან, სიტყვის თავისუფლება და ყველაფერი მან მუშაობს. ის დემოკრატია. ამიტომ მოდით ვისაუბრებ, მაგრამ ეს უფრო პროპაგანდაა და ნუ წამოეგებით, იმიტომ რომ მართლა კარგი ადამიანები, მართლა ბიჭო, ერთად უნდა ვაშენოთ ეს ქვეყანა, ხო? ნუ დაიჯერებთ იმას, რომ ჩვენ თურმე და დასავლეთი ვიყავით ხალხო. აბა თქვენ აღმოსავლეთში ვიყავით, დასავლეთის ერთადერთი საყრდენი, კარიბჭე, მესიის მახვილი და რა ვიცი რა არ გვერქვა, ხო? და ეხლა იმის გამო რომ დღეს სიტუაცია მოიტანა და ვიღაცას ხელისუფლების გამო ევროპა რახან ეუნება რომ ასეთი ფორმით შენი ხელისუფლებაში დარჩენა არ შეიძლება, არჩევნებს ნუ აყალბებ და მთელი რიგი საკითხები, მათ შორის სასამართლო, მათ შორის შრომის კოდექსი, მათ შორის ეს ყველაფერი. აი ეს რომ გადაფაროს, ამიტომ რომ აკეთებს, სირცხვილია, ნუ აუყვებით რა ამაში რა. ნუ აუყვებით, იმიტომ რომ ამას გამოიყენებს და სილამდვილეში დაგწინიან. თვითონ ისინი დაგწინიან, ვინც ხელისუფლებაშია, რომ ადამიანების ეს ნაწილი თურმე თulis რომ ამაზე შეიძლება წამოაგო, ამაზე შეიძლება ასე მარტივად მოექცე და მე როგორც გინდა ისე მართოდა. ამიტომ დავფიქრდეთ ხოლმე რა, რომ აი რაღაცას ესე ნალაპარაკებს, სადღაც გაგონულს ნუ აუყვებით. კარგად შევხედოთ, კარგად გადავიაზროთ, რასაც ხედავთ, აი ის ხშირად კიდევ ერთხელ, აი ჩვენ თვითონვე კრიტიკულად მიუდგეთ. აი ამას რატო გვეუბნებიან? ამას რატო ვამბობ? ხშირ შემთხვევაში ტელევიზიასაც რო უყურებ, მე რო რუსულ ტელეარხებს უყურებ, კი არ ნიშნავს რომ რუსულ, მე იქ ვიგებ, იქ რა ხდება, მე იქ მინდა დავინახო სუსტი მხარე სადა აქვს, ის რას მალავს, იმ ლაპარაკში ჩანს, მის აზროვნებს, ასევე როცა usmem თქვათ დასავლეთის იმას რა ქვია ტელევიზიებს და არხებს, იქ მინდა დავინახო ისინი რას ამბობენ, რა აქვთ პროპაგანდისტულად და რა აქვთ, რა უჭირთ, რა მდგომა, ასე შეხედეთ რა, ძალიან გთხოვთ და მე აღარ მოუტყვილდებით რაღაცეებში. ეს არის სწორედ კი ბატონო ელემენტარულს გეტყვი რა ეხა ჩვენ კარგი არ აგვაქვს იმ ხელა შესაძლებლობები და ფინანსები რომ საინფორმაციო სამსახური შევინახოთ სრულ მასშტაბიანად ხო ჩვენ ტელევიზიას ამის ფუფუნება არ აქვს ხო აი არც ერთ ქართულ ტელევიზიას რომელიც ამბობს რომ ჩვენ ვართ აი ტელევიზიის მეტრი და რაღაც მეინსტრიმულის ბრიუსელში გვაქვს რა ქვია ბიურო და გვაქვს ვაშინგტონში უკაცრავად და აზერბაიჯანში გააქვთ ბიურო შენ მეზობელ ქვეყანაში რა ხდება ვიცით თურქეთში გვაქვს ბიურო უკაცრავად და ესა რა ქვია მოსკოვში რატო არა გაქვს ბიურო როდესაც ყველა უცხოურ ქვეყანას ხა თუ მე რა რომ ტერია შენ ტრიზენა უნდა იცოდე იქ რა ხდება კი ბატონო ზარია ეთერში გამარჯობა თქვენაცვალე გამარჯობა ხალბატონო გამარჯობა აი ამდენი ხანი გისმენთ და ზოგიერთ რამეზე ვერ გეთანხმებით მე თქვენ ლომჯარიას თქმით რომ გამოყარეს ეკლესიიდან ბავშვების საკითხზე მღვდლები და გონი საერთოდ გააუქმეს რატომ არ აღმოჩნდა ლომჯარია ციხეში საიდან გამოყარეს ვინ გამოეკომაგა ამ ეკლესიას უცადე მაშინ ხელისუფლებაში ეს ქართული ოცნება ხო ყავდა რატომ არ მისცეს ხო ქართული ოცნება ყავდა ხელისუფლებაში მაგ დროს ხო იძახის რომ კონსერვატორია ხო იძახის რომ ქართული ოცნებაზე ლაპარაკობ აბა ჩვენ რაში ვერ გვეთანხმებით ქალბატონო ვერ გავიგეთ ჩვენთან გაკეთეთ ხელისუფლებაში ვიყავით და რამეს გავაფუჭეთ ახლა რომ ყოველ წუთში ახსენებენ ხალხიო ჭიქებში რომ გთავაზობდნენ ნარკოტიკებს და იყიდეთ და შეიძინეთო იმათი მიღებული კანონი არის ხო? თლად შეიძინეთ ხა მაგას ნუ დავაბრალებ თლად ეგრე არ ვთქვიათ მაგრამ თქვენ არ გაბრალით თქვენ არ იმად გასაგონეთ ამბობ აი ხარეთ კალბატონო ჩვენ შეთვა გაიყვანოს ჯარებიო მოლაპარაკება არ უნდათ პუტინთან და ხო არ ვიცი თანაც როგორ არის იცით არც პუტინს ელაპარაკებიან და დიპლომატიური ურთიერთობა არ აქვს და ვისთანაც გვაქვს იმასთანაც ვაფუჭებთ ეხა ესენ უკვე აღარავის აღარ ელაპარაკებიან არც პუტინს და არც ევროკავშირს საერთოდ ხო საერთოდ რთულ მდგომარეობაში ვართ ამ ხრით და კი ერდოღანს ელაპარაკებიან და იქაც ისე ერდოღანი ელაპარაკება იქაც რთულ მდგომარეობაში ვართ ქალბატონო დაასრულეთ დიზოლემაში გაითიშა ზარი ქალბატონმა დაიწყო ისე რომ გისმენთ გეთანხმებით და რაღაცაში ვერ გეთანხმებით და ისეთ საკითხზე ისაუბრა, რომელზეც ჩვენ თავის დროზე ჩასულები ვიყავით იმ მონასტერში მღვდლების და ბავშვების დასაცავად, ქალბატონო. კი, მახსოვს კაცო, არ მახსოვს. კი, ბატონო, ამიტომ მე არ ვიცი ახლა ხო
ხო, დაუბრუნდა იმას და რა არ მოგწონს. ბევრი რაღაც ეხლა ჩვენც არ მოგწონს ევროკავშირის. ზოგიერთ ქვეყანაში ეხლა ფრანგები მაგალითად ფრანგი კონსერვატორები გოჩა და გიორგი აი როცა 2013 წელს ემა რა ქვია ფრანსუა ოლანდმა შემოიტანა ეს რა ქვია და დაამტკიცა ცალსქესიანი ქორწინება დღემდე არის ჯგუფი რომელიც ყოველ პარასკევს თუ არ ვცდები პარასკევს საღამოობით იკრიბებიან პარიზის მერიასთან და დღემდე ანუ 13-14 წელი ამას აკეთებენ ყოველ პარასკევს რეგულარულად ეს მათ აქვთ ამისი უფლება. შენ გონია რომ ვიღაცას მოწონს, ვიღაცას არ მოწონს, ვიღაცას დემოკრატიის ესე არის. მე არ მომეწონა ეს გავაპროტესტე. თუ ვინმეს გონია რომ არიქა და მთელი საფრანგეთი აღფრთოვანდა იმაზე რომ ეს რა ქვია ცალსქესიანი ქორწინება კარგი იყო მათთვის და მისაღები არ არის ესე იმიტომ რომ არც საფრანგეთის ეთნოსი და არც საფრანგეთის კულტურა არ არის ამაზე შეგუებული და მორგებული ჯერჯერობით და ვერც მოერგება კარგახანი იმიტომ რომ ეს ესია მენტალობაში ზის ფრანგების მენტალობაში კათოლიკური სამყაროს ნაწილი არის ემაში რა ქვია ჩვენ კიდე ტოლერანტულები ვიყავით ყოველთვის ესეთი მისთვის რა არა გიორგი ელემენტარულად რო ვთქვათ რა ახლა ვთქვათ საფრანგეთში მე შეიცვალა რამოდენიმე პრეზიდენტი მოვიდა რამოდენიმე უმრავლესობით სხვა ძალა იყო პარლამენტში მაგრამ ვთქვათ კანონი არ შეუცვლიათ კაი ეგ მოხდა საფრანგეთში სიტყვაზე ავიღოთ ამერიკაში აი ელემენტარულად სპორტში მაგალითად ტრანსვესტიტს ტრანსექსუალს შეუძლია კაცი თქვა თუ არის შეუძლია ქალის ნაკრებში მიიღოს მონაწილეობა იმიტომ რომ თulis რომ ის არის ქალი ხო ანუ თავის დროზე მიღებული კანონი იყო მოვიდა ტრამპი და ბევრ შტატში აიგრძალა მსგავსი რამე და უკვე ამბობენ რომ ჩვენ ამას არ ვაღიარებთ ანუ აქ საუბარი იმაზე კი არ არის რომ აი დასავლეთიდან ცუდი მოდის მე სულ მაგას ვამბობ გააჩნია სათავეში რომელი ძალაა ვინ მოდის სათავეში თორე დასავლეთში უმრავლესობა არ არის ისე მოაზროვნე როგორც ჩვენებს რო გონიათ რომ დასავლეთი ასე აზროვნებს არ აზროვნებს ასე ნორმალური ოჯახი ან ამერიკა რო ავიღოთ თვითონ ამერიკელი ვინ არის მან თუ ეს ხო არ არის გენეტიკურად შენ ხო ვერ დაადგენ ამერიკელს გენეტიკურად შეიძლება დაადგინო ქართველი თქვა სომეხი რა მაგრამ ამერიკელს ვერ დაადგენ იმიტომ რომ ამერიკელი არის სტატუსი ფაქტიურად კი არის მოქალაქეობა და არის ერი მაგრამ ეს ერი გენეტიკურად კი არ არის სტატუსობრივად არის ეს ერი და მან ხალხი რო ცხოვრობს როგორ შეიძლება მე ვთქვა რომ ამერიკიდან მოდის ყველაფერი ეს ცუდი რაც თქვა შემოდის და რაც უნდა ჩვენთან შემოიტანონ ვერ ვიტყვი იმიტომ რომ იმდენად არის შერეული ეთნოსი ამერიკის სხვადასხვა ნაციონალობა სადაც ზოგიერთი ისეთი რა ქვია ხმალამოღებული ოჯახის სიწმინდეების დამცველია რომ როგორ შეიძლება მე იმაზე ვთქვა რომ მას რაღაც LGBT მოსწონს ან რაღაც სხვა და დააკვირდი რომ ტრამპი რომ მოვიდა ესე იგი ამერიკელების უმრავლესობა მისცა ტრამპს ხმა და ტრამპი პირდაპირ გამოდიოდა ოჯახის სიწმინდეების დასაცავად და LGBT-ს თქვა პროპაგანდის წინააღმდეგ გამოდიოდა ესე იგი რა გამოდის რომ ამერიკის როგორც მინიმუმ ნახევარი არ არის LGBT საზოგადოების მხარდამჭერი და პროპაგანდის მხარდამჭერი მაგრამ მე დარწმუნებული ვარ რომ ეს ნახევარი რომელიც მხარდამჭერი არ არის ასევე არ იქნება იმის მომხრე რომ ხელკეტით და იმით სცემო და გააგდო და გაანადგურო ის გეუბნება რომ ტოლერანტობა უნდა გამოიჩინო მაგრამ პროპაგანდა აკრძალული უნდა იყოს სკოლაში რაღაცის სწავლება აკრძალული უნდა იყოს ჩვენთან ქართველი გააჩერე ნორმალური ვაჟკაცი ქართველი გააჩერე და კითხე LGBT პროპაგანდის მომხრე ხარ თუ არა? გეტყვის არა ვარ. მოდი ხელკეტით ვცემოთ. გეტყვის რო არა, იმიტომ რომ ნორმალურ ოჯახში გაზრდილი ძალადობაზე უარს იტყვის, იმიტომ რომ გეტყვის რატო უნდა ვცემო, რა დამიშავა. თავარი ეხლა პროპაგანდა და ის, პროპაგანდას ნუ გაატარებ საქართველოში, ნუ წამოიწყე პროპაგანდას, დანარჩენი იცხოვრე შენთვის, კაცო. ქუჩაში სექსუალურ რაღაცებს, აქტებს ნუ ჩამიტარებ და სკოლაში. დანარჩენი რაც გინდა გიქნია კაცო სახში. არავინ არ გამოგეკიდება და ცუს არაფერს არ გეტყვის. საჯარო სკოლებში, მით უმეტეს ევროპაში, საჯარო სკოლებში ნებისმიერი სახის პროპაგანდა, მათ შორის LGBT პროპაგანდა, კანონით დაჟადი და სასტიკად აკრძალულია, ხო? თუ კერძო სკოლა არის, კერძო სკოლა და მაშინ ევროპაში ძირითადად მაინც კათოლიკური და რელიგიური სკოლებია, არ არის, იმიტომ რომ ეს კათოლიკური ქვეყნებია და კათოლიკური სკოლებია, მით უმეტეს იქ აკრძალული და დაუშვებელია, ხო?
რაზე ვლაპარაკობ და რას ვარჩევთ? აი 2-ჯერ 2 რო 4-ია, ეხლა ჩვენ ზივართ და 3 კაცი და ამას ისევ უმტკიცებთ ემას, რა ქვია. არა, იმიტომ რომ დიეტას თეორემი. კი ბატონო, მაყურებელს აწუხებს რა, იუყურე. ბევრს გონია, იმიტომ რომ აი გოჩამ კითხვა, მაგრამ მე მგონი კიდევ ერთხელ გავიმეორეთ, რომ მაყურებელმა საიდანღაც კი არ აიღო ეს ინფორმაცია, არამედ მიიღო ან მეზობლისგან, ან მეგობრისგან, ან თუნდაც ისეთი არხი ნახავ, თქვათ, ან უყურა ისეთ არხს ან YouTube-ზე, სადაც კონკრეტული, აი მართლა ანტიპროპაგანდა მიდის. და მე ახლა პატრიოტთა ალიანსი გამოვდივარ თითქოს ევროპის დამცველები. ევროპის დამცველები კი არა ვარ ჩვენ. ჩვენ ვამბობთ, რომ რუსეთთან აუცილებლად უნდა დალაგდეს ურთიერთობა. ეს აუცილებელია, სხვანაირად ქვეყანა ვერ განვითარდება. მაგრამ ევროპასთან კი არ გეუბნება შენგან. რა არის ევროპაც გეუბნება. ხო და ევროპასთან კი არ უნდა რაღაცნაირად აურიო ურთიერთობას. ჩვენ ვცდილობთ ევროპასთან ასევე დავალაგოთ კარგი ურთიერთობა, მაგრამ ადამიანებს გონიათ, რომ თუ კი ჩვენ ვალაგებთ ურთიერთობას ევროპასთან, აუცილებელი პირობა ამ ურთიერთობის დალაგების არის LGBT პროპაგანდის შემოტანა საქართველოში. ვუხსნით, რომ არ არის ეს აუცილებელი მოთხოვნა. ამას გეუბნება ვიღაცა, ვისაც აწყობს, რომ თქვენ ეს დაიჯეროთ. და გეუბნებით, ნუ დაიჯერებთ. ის კი არა, მიზეზსაც ვეუბნებით, რატომ ხო და გეუბნებით, ნუ დაიჯერებთ, არ არის, მაგრამ მოთხოვნა რეალური რაც არის, გეუბნებით, სასამართლო რეფორმები, რა ქვია, შრომის კოდექსში რეფორმების შეტანა, იქ რა ვიცი, ჯანდაცვის რეფორმები, ძალიან ბევრი რეფორმა, რასაც ითხოვს მართლა ევროკავშირი, ასეთი რამე არის, მაგრამ ის რომ აუცილებელი პირობა ამ ყველაფერთან ერთად, ასევე LGBT პროპაგანდა, ეს არის კიდევ ერთხელ გეუბნებით, ეს არის ვიღაცის ინტერესში შემოგდებული თემა, რომელსაც რატომღაც ხვებით და არ არის ასე, მეგობრებო. ხო არა, ეხლა ის შენ გეუბნება, რომ ადამიანის უფლებები დაიცავი განურჩევლად ერისა, ეროვნებისა, მოქალაქეებზე, რელიგიური წამსისა ან სექსუალური ორიენტაციის. ეს კონსტიტუციაში გვიწერია, პირდაპირ გაწერილი გვაქვს კონსტიტუციაში, ისედაც. კი. ის გეუბნება უბრალოდ არ დაარღვიო შენივე კონსტიტუცია. ამას გეუბნება პირდაპირ. თორე ის რომ პროპაგანდას ხელი შეუწყე, არ მგონია რომ მე არც არ წამიკითხავს ხოლმე შემთხვევაში. შვედეთს დააბრალეს და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გამოვიდა გაყურებულმა თქვა რომ რასისულელი ხა ევროკავშირში გაწევრიანების საფუძველი სულაც არ არის ეს რა ქვია ცალსქესიანთა ქორწინების დაშვებო ეგ საცა იკითხეთ და სადნახეთ გოგებინეთო ხა შვედეთი ხო წარმოგიდგენია შვედეთი რომელიც ყველაზე შვედური ოჯახი რო არის ცნობილი მსოფლიოში ო და ხა ისინიც კი გამოშტერდნენ ისეთ რაღაცეები თქვენ სამართმა და ხა რაზეა ლაპარაკი თან რა არის იცი მთელი არსი ხო რაზეა რომ ჩვენი სუვერენიტეტი ჩვენი ეკონომიკური დამოუკიდებლობა და მთელი ეს შუა აზიის ტვირთების გატარება რო გვინდა და უნდა გადავიქცეთ ამემად რა ქვია შუა დერეფნათ რა ვიცი მილიონი ხაბად და თუ ამ დასავლეთთან არ გავიდა საქართველო კი არ არის რა ვქია დიდი ბაზარი ვართ ძალიან მილიარდიანი ვართ ვის რა ჯანდაბად ვაინტერესებთ ჩვენ ვაინტერესებთ იმიტომ რომ გასასვლელი ვართ გზაჯვარედინი ვართ არა მარტო ცივილიზაციური ეკონომიკური გზაჯვარედინი ვართ და თუ ჩავკეტეთ ყველაფერი მაშინ აღარავისთვის საინტერესო არ ვიქნება ლაპარაკები გოჩა 11 ესა რა ქვია მანქანა სომხური პროდუქცია დაუბრუნებიათ ლარსესები და რა ქვია და ვერეტეოდა და საფრანგეთის ტელევიზია მაჩვენა რეპორტაჟი კაცო ეს კოლაფსი შეიქმნაო და შენ წარმოგიდგენია ეხა ჩვენ დასავლეთთან თუ არ გვექნა ურთიერთობა სად წავიღებ ამდენ შუა აზიიდან წამოსვლით ხო ანუ ჩვენთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია ხო ანუ რეალურად ჩვენი მთელი არსებობაც და სხვა შორის ამაზეც ვლაპარაკობდით რომ სწორედ იმითი ბაქო ჯეიხანი მარტო მილი კი არ არის ეს არის პოლიტიკა ის აბრეშუმის გზა შუა დერეფანი ეს არის პოლიტიკა ამითი არსებობდა საქართველოს რითაც ვამაყობთ და ვართ რომ აი ჩვენ რომ მოვახციეთ და ჩვენი კულტურა ჩვენი ეკონომიკა ჩვენი ეს ყველაფერი თვითყოფადობა ჩვენი სუვერენიტეტი ეს არის ხალხო და თუ ჩავკეტეთ ყველა მიმართულებით თუ იქ დიპლომატიური ურთიერთობა საერთოდ არ აგვაქვს და ერთადერთი გვართ იმის იმედზე რომ ამას პირდაპირ ტელევიზიებში ამბობენ კაცო რომ ჩვენ ალბათ რაღაცა ჩუმი ურთიერთობები გვაქვს რუსეთთან აბა ისე როგორ იქნება ამის იმედად ვართ თორე თან იმასაც ვერ ხვდებით რომ სანამ ეს ჩუმი ურთიერთობები ეს არ ნიშნავს არაფერს
სანამ ვიტკოფი ხვდებოდა იმას, სანამ ტრამპი და პუტინი არ შეხვდა ერთმანეთს, თავარი არის დიპლომატიურად ერთმანეთს როცა ხვდებიან და მერე რაღაცა ურთიერთობები ლაგდება, თორე ჩუმად ყურში ვინვის ელაპარაკება არ არის საინტერესო ეგ, არ არის ეგ, რა ქვია, პოლიტიკის შედეგი და მერე დასავლეთთან ურთიერთობა იმ ჩინეთის მთელი იმ შუა აზიის, ასე ვთქვათ, გამავალი ხაზები, რაც კი რამე არის, რაც კი რამე ფორმა არსებობს, ამისი გინდა ელექტროის იქნება, რა ქვია, ინტერნეტი იქნება, მისი რა ქვია, ნახშირწყლები იქნება თუ ტვირთები იქნება, ეს ყველაფერი არის, ეს ჩვენი ეკონომიკა, ჩვენი ფუნქციაა და ხა თუ ჩავკეტეთ ყველგან ყველაფერი, ნუ არ გამოვა აგერ გიორგიმ გამახსენა, ერთადერთი თურქეთში ჩავედით და ისიც გვითხრეს თურქი მესხების ვის ვალდებულებები აიღეთო, იმიტომ რომ თურქეთი სერიოზულად ფიქრობს, კაცო, რომ ის დიდი თურანის ინტერესი აქვს, ისტორიას გადახედეთ, შეხედეთ, ხო? და მე ერდოღანით აღფრთოვანებული ვარ, იმიტომ რომ ამ კაცმა მოახერხა მეორე მსოფლიო ომის მერე და მეორე მსოფლიო ომის მერე კი არა. ფაქტურად ოსმალეთის დაშლის მერე ყველაზე ძლიერი პოლიტიკოსი, რომელმაც თურქეთს ამხელა ავტორიტეტი და ამხელა წონა შემატა, დღეს ერდოღანია, მაგრამ ხა ჩვენი გვაქვს კაცო საფიქრალი, ხო? ეს როგორ დავაბალანსოთ, როგორ გავაკეთოთ? თურქეთისთვის არის კარგი, თორე ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის ჩვენთვის იქნება გადასარევი. ჩვენი პოლიტიკა უნდა გქონდეს თურქეთთან მიმართებაში, რაზეა ლაპარაკი? კი ბატონო, მეგობრებო, როგორც ყოველთვის დრო არ ყოფნის. დრო არ ყოფნის. დამთავრდა ამ გადაცემის დროზე დამთავრდა. სამწუხაროდ ბევრი რამე არის კიდე სალაპარაკო და სათქმელი. მაყურებელი უკმარისობის გზნობა გრჩება ხოლმე. კი, ნამდვილად მაყურებელმა ბევრმა ვერ მოახერხა დარეკვა, იმიტომ რომ აგერ უკვე მთავრდებოდა და გაუთიშეს სამწუხაროდ, მაგრამ თქვენ გექნებათ საშუალება დაგვირეკოთ ორშაბათს, ისევ სამნი ვიქნებით ეთერში, ან ხუთშაბათს ჩემთან გადაცემაში 6:30-ზე. ეხლა კი დიდი მადლობა რომ რეკავთ, დიდი მადლობა რომ აქტიურობთ, დაგემშვიდობებით მომავალ კვირამდე, მომავალ ორშაბათამდე. კარგი ბრძანდებოდეთ.